რთველი 2025 კახეთში დედოფლის წყაროდან დაიწყო მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინფორმაციით დღევანდელი მონაცემებით ღვინის ქარხნებმა უკვე 6500 ტონა ყურძენი გადაამუშავეს. მნიშვნელოვანი და კარგი არის, რომ დიდი ყურადღება ექცევა ყურძნის ხარისხს და ყურძენი უნდა იყოს კონდიცირებული და უნდა იყოს 19 გრადუსი და მეტი შაქრის მქონე, თუმცა არც დაზიანებული ყურძენი უყურადღებოდ არ რჩება სახელმწიფოს მხრიდან და მისი ჩაბარება ხდება შედარებით უბრალოდ ნაკლებ ფასში და არც ერთ გლეხს და მევენახეს ჩასაბარებელი ყურძენი არ დარჩება. როგორც გითხარით, აქტიურად მიმდინარეობს, დღეის მდგომარეობით უკვე 6500 ტონა ყურძენი ჩაბარებული არის ქარხნებში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დედოფლის წყაროში 2 ქარხანა მუშაობს, ორივე სახელმწიფო არის შემოსული და ესაც სიახლეა, რომ ერთდროულად 2 ქარხანა მუშაობს და კარგია, რაც თავიდან გვაცილებს რიგებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვათ მაინც დიდი კონცენტრაცია ყურძნის გადანაწილებაც ხდება უკვე სხვა მუნიციპალიტეტებში. დღეის მდგომარეობით 6500 ტონა ყურძენი ჩაბარებულია, საუბარია ორივეზე, თეთრზეც და შავზეც. დაახლოებით დარჩენილი არის 5500 ტონა კიდევ დასაკრეფი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კარგ ამინდებში, როდესაც წვიმა ხელს არ გვიშლის, დღეში საშუალოდ 500 ტონა ყურძენი იკრიფება, უნდა ითქვას, რომ 7-10 დღის ვადაში დედოფლის წყაროში უკვე ძირითადი ნაწილი რთველისა დამთავრდება. ქვედა მხარე სამთაწყარო ფიროსმანის საბათლო აქტიურად უკვე დასრულებისკენ მიდის, ქიზიყურის სოფლებიც უკვე აქტიურად არის ჩართული და ძალიან მალე დაიწყება არხილოს კალოს ყურძნის კრეფა და დარწმუნებული ვარ, რომ რთველი 2025 ისეთივე წარმატებით დასრულდება, დაგვირგვინდება, როგორც გასული წლები. წარმატებაში გულისხმობ იმას, რომ ჩვენს მევენახეებს, ჩვენს გლეხებს არც ერთი მტევანი ყურძენი გასაყიდი და ჩაუბარებელი არ დარჩება.